მოგესალმებით, ეთერში გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. თეირანმა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს მოკავშირეები გაამთხილა, რომ თუ ვაშინგტონი ირანს თავს დაესხმება, მათ ტერიტორიაზე აშშ-ს ბაზებს დაარტყამს. ამის შესახებ როიტერსის ირანელმა მაღალჩინოსანმა გამოცხადა, მას შემდეგ რაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომიტინგების მხარდასაჭერად ჩარევით დაიმუქრა. ირანელმა ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის დაცვის პირობით გამოცემას გამოცხადა, რომ თეირანმა აშშ-ს მოკავშირეებს თხოვა ვაშინგტონის ირანზე თავდასხმას ხელი შეუშალა. თეირანმა რეგიონის ქვეყნებს საუდის არაბეთიდან და არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან დაწყებული თურქეთით დამთავრებული გამოცხადა, რომ აშშ-ს ბაზებს ამ ქვეყნებში თავს დაესხმებიან, თუ აშშ მიზანში ამოიღებს ირანს. მისი თქმით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არჩახსა და აშშ-ს სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უოტკობს შორის პირდაპირ კონტაქტები შეჩერებულია, რაც მზარდი დაძაბულობის ასახვაა. ამასთან ისრაელელმა ოფიციალურმა პირმა როიტერს გამოცხადა, რომ ისრაელის შეფასებით ტრამპმა გადაწყვიტა ჩარევა, თუმცა ამ ქმედების მასშტაბი და დრო გაურკვეველი რჩება. მეორე ისრაელურმა წყარომ მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს უსაფრთხოების კაბინეტს სამშაბათს გვიან ღამით მიაწოდეს ინფორმაცია ირანში რეჟიმის დაშლისა ან აშშ-ს ჩარევის შანსების შესახებ. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსის აეროკოსმოსური ძალების ხელმძღვანელი ამბობს, ჩვენი ძალები მზადყოფნის პიკზე არიან, მზად ვართ ნებისმიერი აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლოდ. რამდენად არსებობს შანსი, რომ აშშ მართლაც ჩაერიოს ამ საქმეში და ირანის რეჟიმი დასრულდეს. ამ თემებზე ვისაუბრებთ დღეს გადაცემაში. ჩვენი სტუმარი ალექსი პეტრიაშვილი იქნება, რომდელის ფონდის უფროსი მკვლევარი. მოგესალმებით, აბნალეთ. მოგესალმებით, მერაბ, მესალმები მაყურებელს. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და პრინციპში ამ თავარი კითხვა დავსვიკიდეთ შესავალში, ანუ როგორ ხედავთ, რამდენად გარდაუვალია ამერიკის ჩარევა ამ პროცესში? პირველ რიგში მინდა მხარდაჭერა გამოვხატო ჩვენი პოლიტიკური და სინდისის პატიმრების მიმართ. დღეს გიორგი ოკმელაშვილის დაბადების დღეს არის, მასაც მინდა მხარდაჭერა გამოვხატო და მხნეობა უსურვო, სიმტკიცე და იმედი გამოთქვა, რომ ისინი მალე შეუერთებიან თავის ოჯახებს. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატების პოზიციას და ირანში მიმდინარე უმძიმეს მოვლენებს, პროტესტს, ასევე თანადგომა მინდა ირანელი ხალხის მიმართ გამოვხატო, რომელიც საკუთარი თავისუფლებისთვის, უფლებისთვის და მომავლისთვის იბრძვის ტირანიის წინააღმდეგ გადამეტების გარეშე შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ უკვე დადასტურებულად ფაქტიურად მაინც ჯერ კიდევ არ არის სრულფასოვანი სურათი და ვერც იქნება, ვიდრე არ შეიცვლება დაემხობა ეს რეჟიმი, მაგრამ არის ძალიან სერიოზული და მძიმე მსხვერპლი და მოსალოდნელი ამ მსხვერპლის კიდევ უფრო მეტად ზრდა. გამომდინარე ამ ვითარებიდან, გამომდინარე დონალდ ტრამპის გაცხადებებიდან, გამომდინარე მისი ასე ვთქვათ ადმინისტრაციის და გარემოცვის უახლოესი გარემოცვის განცხადებებიდანაც ძალიან ახლოს არის რეალურად დონალდ ტრამპი ამ გადაწყვეტილებისთვის, რომ განახორციელოს დარტყმა. აქ არის ძალიან ბევრი შეკითხვა არა იმასთან დაკავშირებით განახორციელებს თუ არა, ჩაერევა თუ არა, არამედ როგორ და როდის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ჩაერევა ეს გარდაუვალია? მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება გარდაუვალი, ეს არის გარდაუვალი და ეს იქნება უბრალოდ დროის და როგორც გითხარით, ეს არის გადაწყვეტილება მისაღები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი ფორმით უნდა იყოს, რა სიმძლავრის, რა სამიზნეების, რა ესე ვთქვათ ამოცანების შესასრულებლად დონალდ ტრამპმა გუშინ პასუხი გააცარო, რა არის მისი მიზანი. მისი მიზანი არის გამარჯვება. მანამდე განცხადება გააკეთა, მანამდე სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა, სადაც მან მოუწოდა მხარი დაუჭირა ირანელ დემონსტრანტებს. ეს უკვე სერიოზული განაცხადია, მერაბ, და მან თქვა, რომ დახმარება გზაშია, გაიმეორა ის ლოზუნგი, რომელსაც ახლა უკვე ინტენსიურად ირანის
ყოფილი მეფის ვაჟი რეზა ფეხლევი აცხადებს, რომ ვაქციოთ ირანი ისევ დიდებულად მაგა გახდა მიგა გახდა და მანაც გაიმეორა ეს დევიზი ახლა გახდა განუყოფელი ნაწილი ირანელი ესე ვთქვათ ოპოზიციის ლიდერის ამჟამად თუ შეიძლება ასე ითქვას და ამ ყველაფრის სათავეში მდგომი ადამიანი. მეფე რო ხარ და თან ოპოზიციის ლიდერი. ნამდვილად მე ვფიქრე უფლისწული კი ბატონო და არის ცხადია მისი ამ წუთის მდგომარეობით ჩასვლა ფიზიკურად ურთულესი იქნება რეალურად, მაგრამ ის ახლოსია შორს არ არის და ის მზად არის რომ ჩავიდეს და შეპირდა რომ ძალიან მალე თავის ხალხთან ერთად იქნება, მაგრამ ეს ძალიან მალე ეს როგორ რა ვითარებაში მოხდება იქ და როგორ განვითარდება პროცესები ეს ძალიან რთული განსაჭრელია მერაბ, იმიტომ რომ ძალიან კომპლექსურია. აქ საკითხი არის ძალიან ირანი თვითონ არის ძალიან კომპლექსური, ძალიან მრავალეთნიკური, ჭრელი ეთნოსით, ძალიან დიდი მასშტაბური 80-ზე მეტი მილიონი არის მისი მოსახლეობა და რეალურად ძალიან სერიოზულად უჭირავს ხელში ვითარება და სიტუაცია მაინც ირანის რევოლუციის გუშაკთა კორპუსს უსაფრთხოების სისტემებს. ისინი წავიდნენ იმაზე, რაც აი დიქტატორების ბოლო ფაზა, მაგრამ შეიძლება ეს ბოლო ფაზა გამტკიცდეს და რამდენიმე ხნის მანძილზე გაგრძელდეს, ან დასრულდეს ძალიან მძიმე სისხლიანი დაპირისპირებით საკუთარი მოქალაქეების ხოცვაზე, მაგრამ ჩვენ არ მიგვიღია ცნობები ირანიდან იმის თაობაზე, რომ სამხედროებში, შეიარაღებულ ძალებში, ან თუნდაც იგივე თავრობაში, ან იგივე ირანის პრეზიდენტის მხრიდანაც კი, რომელიც აზერბაიჯანული წარმომავლობისაა სხვათა შორის და მისი ფუნქცია მნიშვნელოვნად უფრო მცირეა ვიდრე პეზეშკიანის, ვიდრე აიათოლა ხამენეის, ალი ხამენეის, მაგრამ მისგანაც მხოლოდ იყო რომ ჩვენ რომ გაგვეგო პროტესტისთვის მოგვესმინა, პროტესტი აღარ იქნებოდა ჩვენი ბრალია, იყო ეს განცხადებები, მაგრამ ეს დასაწყისში ახლა ის უკვე იყო მარშზე გამოსული პრო აიათოლების მხარდამჭერ მარშზე და ახლა სოფლიო ელოდება ძალიან ძიმე ფრაზაა ეს, მაგრამ სოფლიო ელოდება იმ განაჩენების აღსრულებაში მოყვანას, რომელიც გამოაცხადა უკვე ირანის ხელისუფლებას, კონკრეტულად ახალგაზრდა ადამიანების, უამრავი ადამიანის. ხო და ბევრს ეკითხვა, რომ რატო ელოდებიან ამას, თუ დარტყმა, ბარემ და არის სირთულეები ამ დარტყმასთან დაკავშირებით, არის ამას ჭირდება. ეს ახსნა. კი, ამას ჭირდება მომზადება, ჯერ ერთი ამას ჭირდება შესაბამისი სამხედრო ყოფნის უზრუნველყოფა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. აქ არის ძალიან მკაფიო და მნიშვნელოვანი, რომ ეს არ არის ისრაელ-ირანის ომი და ისრაელ-ირანის 12 დღიანი ომი იყო და მაშინ ამერიკამ თანამონაწილეობა მიიღო თავისი ავიაციით, მძიმე ავიაციით. ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ახლა აქ ლიდერობა ამ საკითხში, ამ თემაში და ისრაელი მზად არის მას დაეხმაროს და დახმარება აღმოუჩინოს, მაგრამ ისრაელი არ არის წამყვანი თუ შეიძლება. ამ თვალსაზრისით სპარსეთის ყურეში განთავსებული ცნობები, რომელიც შენ დასაწყისში წაიკითხე, დიახ, ასე არის, შეტყობ ძალიან ბევრი წყარო ადასტურებს ამას, რომ კაცრად გააფრთხილეს ირანის რეჟიმმა სპარსეთის ყურის ქვეყნები, რომ თუ იქნება მათი ტერიტორიებიდან, ანუ ამერიკული ბაზებიდან იქნება დარტყმა ირანის ტერიტორიაზე, მაშინ იქნება საპასუხო დარტყმები აუცილებლად განხორციელებული. შესაბამისად, ეს კომუნიკაციაც შემდგარია სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის.
ანუ ეს კიდევ უფრო ანელებს პროცესს. იქიდან ვერ დაარტყამს გამოდის. ანუ ეს ანელებს პროცესს თუ არ იქნება პირველი დარტყმა მიტანილი სწორედ ამ ბაზებზე, ანუ ირანის მხრიდან, მაშინ ჯერ ვერ იქნება საპასუხო დარტყმები. თუმცა ამ ყველაფრის გათვალისწინებითაც კი ამერიკული ბაზებიდან სპარსეთის ყურის ქვეყნებში, ალ-უდეიდის ბაზიდან, რომელიც ყატარშია განთავსებული და ყველაზე დიდი ბაზა რეგიონში, იქიდან შეტყობინება მიიღეს ამ ბაზაზე მომუშავე თანამშრომლებმა და მათი ესე ვთქვათ ევაკუაცია ხდება. ამავე დროს სამოქალაქო პირები. კი, ასევე ევაკუაცია ხდება სხვა ქვეყნის მოქალაქეების, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს წარუდგინეს 50 ობიექტის სია, რომელიც არის თავარი სამიზნე, ეს არის უსაფრთხოების სამსახურების ბაზები, შეიარაღებული ძალების ბაზები, აეროდრომები, ზუსტი ლოკაციები და ზუსტი სიით. დონალდ ტრამპი აცხადებს, პრეზიდენტი ტრამპი, რომ ყოველ შემთხვევაში ამას ასე აცხადებს, რომ მათთვის ცნობილია ირანის სულიერი ლიდერის ალი ხამენეის ადგილსამყოფელი, სად არის ის სად იმალება, ამბობენ, რომ ის გაყვანილია თეირანიდან და არის ბუნკერში დამალული, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ჯერ მხოლოდ სამზადისი მიმდინარეობს, თუმცა დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ გაწყვეტილია კომუნიკაციის არხი, როგორც აღნიშნე, კომუნიკაციის არხი ამერიკის შეერთებული შტატების სპეცწარმომადგენელ ვიტკოვსა და ამოვიდა ირანული მხარე დიალოგზე და მზად იყო დიალოგისთვის, მაგრამ გუშინ უკვე განაცხადა, რომ გაწყვეტილია ეს საკომუნიკაციო არხი. ვივარაუდებდი მაინც, რომ ეს გადაწყვეტილება ფაქტიურად მომწიფებულია, არის განიხილება დიპლომატიური გზებითაც ამ სიტუაციის ესე ვთქვათ ჩაცხრობა, მაგრამ ახლა უკვე იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მოხდა, ცოტა რთული წარმოსადგენია. რას ნიშნავს ეს დიპლომატიური და არაფერი არ მოხდა, მე ბევრი იტყვის მართლაც, რომ აი ხა ამერიკის პრეზიდენტის ბოლო განცხადებებით წააქეზა ხალხი და მე აღარ დაეხმარა და პლუს ამას ბევრი პარალელი ივლება არა მხოლოდ ქართულ სოციალურ ქსელების სივრცეში და ექსპერტულ წრეებში, არამედ ზოგადად საერთაშორისო ექსპერტულ წრეებშიც. პრეზიდენტ ობამას მიერ გაკეთებული ესე ვთქვათ განცხადება მაშინ სირიის მიმართ, რომ გადაკვეთა წითელი ხაზი ასადის რეჟიმმა ქიმიური იარაღის გამოყენებისას და შემდგომ უკან დაიხია თავისი ესე ვთქვათ ამ კაცრი განცხადებიდან, რომ ის 48 საათის განმავლობაში მიიღებდა ზომებს და მე არ გაკეთდა არაფერი. დონალდ ტრამპმა ეს ძალიან კარგად იცის, ბუნებრივია, მისმა ერთ-ერთმა ყველაზე სერიოზულმა მხარდამჭერმა და სენატორმა განაცხადა, რომ რესპუბლიკელმა სენატორმა, რომ დონალდ ტრამპი არ არის ბარაკ ობამა, ანუ აქ ეს მომენტიც არის, ეს ელემენტიც არის გასათვალისწინებელი აუცილებლად. შიგნით როგორც ჩანს მიდის მართლაც მსჯელობა, როგორც მედია საშუალებები აცხადებენ, JD Vance, ვიცე-პრეზიდენტი უფრო იხრება დიპლომატიური მოგვარებისკენ, ვიდრე სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სხვა კაბინეტის წევრები. მაინც გონია უბრალოდ რამდენიმე საფეხურის და რამდენიმე ტიპის შესაძლო დარტყმაზე საუბრობენ. შეიძლება იყოს წერტილოვანი დარტყმები, შეიძლება იყოს გამოყენებული საიბერ კიბერშეტევა ცალკეულ ობიექტებზე, შეიძლება იყოს წერტილოვანი დარტყმები კონკრეტულ პირებზე, მანუ რევოლუციის გუშაქთა კორპუსის ხელმძღვანელ პირებზე და შესაძლოა ალი ხამენეიზე და შესაძლოა იყოს დარტყმები განხორციელებული ზუსტად აი იმ დისლოკაციებზე. ამიტომ ამ წუთის მდგომარეობის ჯერ ძალიან რთულია რამეზე საუბარი, უბრალოდ ძალიან მაღალი არის ალბათობა იმისა,
რომ 80%-ზე მეტი მე ვიტყოდი რომ 90%-ამდე რომ დონალდ ტრამპი განახორციელებს ამ დარტყმას და ამ ნაბის გადადგავს. და ბოლოს აუცილებლად მინდა ვისაუბროთ ამერიკის ქმედებების გავლენაზე ჩვენზე, მაგრამ მარტო ჩვენზე მთელ მსოფლიოზე, ხო თითქოს შეიცვალა ყველაფერი. ხო მსოფლიო წესრიგი შეიცვალა და ბოლო დროს ბევრი საუბრობს იმის შესახებ, რომ ამერიკის ამ ქმედებებმა შეიძლება რუსეთი კიდევ უფრო წაახალისოს. ნუ ამის საპასუხო არის რუსეთი ისედაც არ ღვევდა სულ საერთაშორისო სამართალს, მაგრამ ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ ამან მაინც არ ჩაერა უკვალოდ. ხო, ახლა ნახეთ სოლოვიოვის განცხადება სომხეთთან დაკავშირებით, რომ თუ ამერიკას აქვს თავისი, ასე ვთქვათ, გავლენის სფეროები ჩვენს გვაქვს და ამიტომ მაგალითად სომხეთში უნდა შევიჭრათ და როგორც ამერიკა შეიჭრა ვენესუელაში, საქართველოს გამოტოვა გასაგები მიზეზების გამო და აზერბაიჯანი სხვათა შორის და სომხეთად შუა აზია ახსენა. აგერ გამოდის დუგინი და ამბობს, რომ ამ სიტუაციაში არ გვაქვს არანაირი გამოსავალი იმის გარდა, რომ გამოვაცხადოთ რუსეთი იმპერიად, მივაგდოთ საერთაშორისო სამართალი, რომელსაც აღარავინ აღიარებს. დავივიწყოთ, რომ ის არსებობს, რადგან შეიცვალა ბალანსი. ამ დაპირისპირებაში უნდა შევიდეთ აქტიურად, გამოვაცხადოთ ევრაზიის დოქტრინა, მონროს ევრაზიული დოქტრინაო და უნდა დავიწყოთ ტრამპებით მოქმედებაო, რადგან სხვა გამოსავალი არ გვაქვსო და როგორც ის ამბობს, რომ ეს ჩემი ტერიტორიები, ისე ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ყოფილი საბჭოთა ისინი არის ჩვენი ტერიტორიები. არ შეიძლება დავეთანხმოთ სუვერენული სომხეთის, საქართველოს და აზერბაიჯანის არსებობას. ხო. ხო და ამან შეიძლება კი გასაგებია რომ რუსეთი და ყოველთვის არ ყოფილა საერთაშორისო სამართალს, მაგრამ რაღაცა სადღაც გაჩერებული საერთაშორისო სამართლის დარღვევაზე არ არის საუბარი. ახლა შეიძლება სულ სხვა იმპულსი მიეცეს ამ ყველაფერს. კი, საერთაშორისო სამართლის დარღვევაზე არ არის აქ საუბარი, არის უფრო მეტად რეალურად აი გავლენის რღვევაზე, რუსეთის გავლენის რღვევაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ახლა დემონსტრირებას ახდენს უკვე რომ ხოლო დასავლეთ ნახევარსფეროზე არ არის აქ თურმე საუბარი და მონროს დოქტრინის ახალ ვერსიაზე და დონროს დოქტრინაზეა რეალურად საუბარი, რომელიც გულისხმობს იმ გავლენებს, სადაც ამერიკის ინტერესები მიიჩნევს დონალდ ტრამპი. რაც შეეხება ცენტრალურ ანუ რუსეთს კიდევ უფრო მეტი იმპულსი შეიძლება. რაც შეეხება ცენტრალურ აზიას, რაც შეეხება აზერბაიჯანს, ვერ ვიტყოდი რომ მაინც ახლა სოლოვიოვი მასე დუგინზე უფრო ჭკვიანი ახლა მათი გონებრივი შესაძლებლობების შეფასებას ვერ დავიწყებ, მაგრამ ცენტრალური აზია ჩემზე კარგად უწყის ერთმანც და მეორემაც, რომ ჩინეთის ინტერესები არის ძალიან სერიოზული იქაც და შუა აზიის ქვეყნებმაც ასევე ძალიან კარგად იციან და ამიტომ მათ ეს ურთიერთობების ღერძი ჩინეთთან ძალიან სერიოზულად აქვს განვითარებული და ყველა შევახსენებ, რომ ერთ კვირაში აილაგმა რუსული ჯარები ყაზახეთიდან, როდესაც იქ არეულობა იყო, მაღალი ალბათობით, რა თქმა უნდა, ეს ჩინეთის ჩართულობით იყო, ერთი, მეორე, აზერბაიჯანთან მიმართებით, ინდივიდუალურად აზერბაიჯანთან მიმართებით, რუსეთისთვის საბოლოო დასამარება იქნება უკრაინის პარალელურად აზერბაიჯანთან თუთის ბედს. საქართველოს აზერბაიჯანს თურქეთი ყავს, ოკეი. კიდე. თურქეთის გარდაც, თურქეთიც ყავს, მაგრამ თურქეთის გარდაც აზერბაიჯანი თვითონ წარმოადგენს ნამდვილად იმ ძალას, რომელსაც შეუძლია არსებულ ვითარებაში ყოფი რუსეთის სამხედრო პოტენციალისთვის ძალიან სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა. რაც შეეხება სომხეთს და რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ შეიძლება ნებისმიერ შემთხვევაში აღმოჩნდეთ მოლდოვაც, სხვათა შორის შეიძლება აღმოჩნდეს აი ამ სამიზნეთ რუსეთის უბრალოდ აქ არის საქმე იმაში, რომ აი ეს ყმა დაღებული მეორე ფრონტის გახსნა, ეხლა პირიქით რომ შევხედოთ რუსეთს 4 წლის თავზე უკვე 4 წელიც გავიდა უკვე მას შემდეგ რაც ის სრულმასშტაბიან აგრესიას ახორციელებს უკრაინაში და მისი ეკონომიკა კიდევ უფრო საგრძნობლად უარესდება, მას ასეთი ტიპის ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობა არ აქვს.
არ ვიცი ახლა ივანიშვილს თუ მოიტაცებს ვლადიმერ პუტინი არ ვიცი. მარტიპის ოპერაციას თუ განახორციელებს არ ვიცი, მართლა არ ვიცი. არა, აქ საუბარი არის, რომ თუ ეხა ამერიკა ღია დამოსვა, გრენლანდია უნდა მივიტაცო. გრენლანდია კიდე ცალკე სხვა ამბავია, დღეს იქნება მაგასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ განხორციელებულმა ოპერაციამ მადუროს დაკავებასთან დაკავშირებით თვითონ რუსებშიც კი გააჩინა სერიოზული გაღიზიანება, იმიტომ რომ ფრონტზე მომუშავე რუსი ზედ პროპაგანდისტები ამბობდნენ, ეს არის ნამდვილი სპეციალური ოპერაცია და არა ის, რომ ჩვენ 4 წლის თავზე გუშინ წინ კუპიანსკის ცენტრში აფრიალდა უკვე უკრაინის დროშა, კუპიანსკი ფაქტიურად, რეალურად სრულად გაწმენდილია და უდიდესი დანაკარგი აქვს კუპიანსკზე, პოკროვსკზე და ასე სხვა მიმართულებით გაყინულები არიან, სადღაც ასე პატარ-პატარა უბნებზე აქვთ ტყის მონაკვეთებში უპირატესობა. ანუ შესაძლებლობა და რესურსი ახლა შეიძლება დროც აღარ არის ამისი, მაგრამ როცა იყო საუბარი, რომ ვენესუელა გაუცვალა უკრაინაში, მაშინ ესე გამოდის ალიასკაში შეხვედრის დროს, ალიასკაზე შეხვედრის დროს, არა სერიოზულია ეს საუბარი, იმიტომ რომ ტრამპმა აჩვენა თავის შესაძლებლობები, ხოლო პუტინმა თავისი ორეშნიკის გასტროლით გაამჟღავნა უბრალოდ რომ იური გაგარინის კოსმოსში გაფრენისას იმ კოსმოსური აპარატის მსგავსი იმდროინდელი ელემენტები ჰქონდათ იმ ორეშნიკში გამოყენებული, ასე რომ არავითარ ამ ზებგერიძა ზეთანამედროვე არაღზე საუბარი და ამითი ბრავა და არავითარი აზრი არ. რაზეც ახლა დუგინი საუბრობს, თუ გადავწყვიტოთ რომ მაშინ დავაღვადგინოთ იმპერია და რო წარმოვიდგინოთ რომ დუგინი ბევრ ამაზე საუბრობს, არაგანოვიც ბევრ ამაზე საუბრობს, რომ მაკრო სახელმწიფოები უნდა შეიქმნას და ახლა იმის დრო არ არის. დუგინმა რუსებს მოუწოდა რომ ილოცეთ და განსადეთ 64-ში მოხვედრისთვისო, ილოცეთ 64-ში მოხვედრისთვისო და ძალიან ეჭვი მეპარება რომ იგივე კირილ გუნდიაევიც კი იჯდეს ახლა და ლოცულობდეს 24 საათი. ასე რომ ნუ ჩავიციკლებით მაგას. ხო, ანუ ჩვენ ფიქრობ, რომ შეიძლება რუსეთი ასე შორს არ წავიდეს. ესენი თავის დროზე ვერ წავა. თავის დღედამოსწრება პროპაგანდის ნაწილი იყო ეს დუგინიც და ყველა სხვაც, ასე ვლადიმერ პუტინიც შობაზე საუბრობდა, 7 იანვარს საუბრობდა, რომ ღმერთისგან აქვს მას ეს მისია, მაგრამ ახლა ასე ამ პროპაგანდის განხილვა რეალურად არ მიგვიყვანს საბოლოო შედეგამდე. ხო, უბრალოდ ამ სიტუაციაში მე ისე თქვა მინდოდა, იცი რომ თუ რუსეთი ასეთ რამეს გადაწყვეტს, ქართული ოცნების პოლიტიკა რამდენად და ქართული ოცნება ხო რას ამბობს, ხო? აი ჩვენი პოლიტიკა აზღვევს თითქოს ამას, აგრესიისგან გვაზღვევს. მაგრამ თუ აქამდე მივა რუსეთი რაზეც დუგინ ლაპარაკობს, რომ უნდა ავადგინოთ იმპერია, ხა მე ქართული ოცნების პოლიტიკა ამისგან როგორ დააგაზღვევს, ხო? ხო, ივანიშვილი იქნება აქტიური. ხადია, ამ კობახიძეს თუ მოიპარავს ვლადიმერ პუტინი, არ ვიცი. რომელს არჩევს მათ შორის, მაგრამ გაიტაცებს, მაგრამ რაზე? მან რაზე უნდა მოგაიტაცოს, თორე კი, ბატონო, წაიყვანოს, მაგრამ რატო? მიზეზი ხო უნდა გავიგოთ ჩვენ? აი იქ გავიგეთ, რომ ნავთობი იყო და არა მაინც და მაინც ნარკოტიკები და აქ რაზე? ჩვენი რა იქცევიან მათთვის. რუსეთისთვის და რა უნდა იყოს მათი ეს მიზეზი, ხო? ანუ ეს ნიშნავს, რომ რაღაც ასე ღიად უნდა გამოაცხადონ ულტიმატუმი, რომ აი საქართველო უნდა შეუერთდეს რუსეთს. ეს უნდა გამოაცხადოს, რომ საქართველო უნდა შეუერთდეს 24 საათს გაძლევთ ამ გადაწყვეტილებას და მე უნდა გამოვიდეს და ანუ ძალიან ჰიპოთეტურად ვაპარაკობთ ახლა კი, რა თქმა უნდა. მაგრამ სომხეთთან მიმართება შეიძლება უფრო მეტი საფრთხე იყოს მერაბ, იმიტომ რომ იქ რუსული სამხედრო ბაზაა და სომხეთზე ძალიან ბევრი ზემოქმედების ბერკეტები აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ იქ შეიძლება კიდევ ძალიან ბევრი სპეცსამსახურებიც ისევე როგორც აქ, მაგრამ რუსული სპეცსამსახურები მუშაობდეს იქ, მაგრამ სინამდვილეში ფაშინიანი კიდევ შეიძლება უფრო მეტი საფრთხის ქვეშ იყოს, იმიტომ რომ ფაშინიანი სხვა ხაზს
მიუყვება განსხვავებულს ივანიშვილისგან. რა თქმა უნდა, ჰიპოთეტურად ლაპარაკობთ, ხა ეს დუგუნის მოსაზრება იქნება თუ სოლოვიევს, ისინი არიან პროპაგანდისტები, მაგრამ რამდენიმე წლის წინ ხა უკრაინაზე თავდასხმაც სრულად წარმოსადგენი იყო და ჰიპოთეტური ამბავი იყო, მაგრამ 23 წლის წინ პუტინმა მოაწერა ხელი უკრაინის პრეზიდენტთან ორმხრივი სახელმწიფოთა შორის შეთანხმებაზე და მიხაილ ლიუბიმოვთან ინტერვიუში ამბობდა, რომ რასისულელია მხოლოდ გადარეულ შეიძლება თავში აზრად მოუვიდეს ყილიმზე პრეტენზიის გამოცხადება. ხვალ შეიძლება ეს რეალობა კი, არა, ხო, ეს სავსებით რეალური შეიძლება იყოს, ოღონდ ესე უნდა განვითარდეს ეს. ხო, ასე არც ამერიკელები არ ახორციელებენ დარტყმას და არც მადუროს მიმართ იყო ასე ერთღამეში გადაწყვეტილი. ხო, იქ წინსწრებად იყო, ესე ვთქვათ, კონცენტრირება, ძალების ზრდა, გაფრთხილებები, შეთავაზებები და ასე შემდეგ. ეს უნდა დავინახოთ მაშინ ეს პირველი ნიშნები. ხო, და გამოჩნდება. კი ბატონო. მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ალექსი პეტრიაშვილი იყო ჩვენი სტუმარი, რომდელის ფონდის უფროსი მკვლევარი. რეკლამის შემდეგ ჩვენ ვისაუბრებთ ახალი კამპანიის წინააღმდეგ, შესახებ, რომელიც ააგორა ხელისუფლება მოლდოვის პრეზიდენტის წინააღმდეგ, მაია სანდუს წინააღმდეგ. ჩვენ ჩაგვერთვება მამუკა ჟღენდი, ევროპის საბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩი და სწორედ მოლდოვაზე ვილაპარაკებთ და იმ პროპაგანდაზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ეწევა. მაშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში და როგორც გითხარით, ვისაუბრებთ იმ პროპაგანდაზე, რომელიც ხელისუფლებამ ააგორა მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს წინააღმდეგ. დაიწყო შალვა პაპუაშვილმა. მან თქვა, როცა პრეზიდენტი საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ აპირებს ხმის მიცემას, იქ ყველაფერი ნათელია. ამ თვალსაზრისით, დიახ, ნამდვილად ჩამორჩებით მოლდოვას. ამ თვალსაზრისით, ნამდვილად ჩამორჩებით მოლდოვას. რას ვიზამთ? ჩვენი 3000 წელი არ გვეთქობა, რომელიც იმის დასტურია, რომ თუ შენი ეროვნული იდენტობის გჯერა, მაშინ პატარა ქვეყანად შეიძლება ისტორიულ ქარცეცხლში საკუთარი სახელმწიფოებრიების გამოტარებას შეძლებს. ამავე დროს ეს განცხადება ამბობს პაპუაშვილი აშკარად მიანიშნებს, რომ მოლდოვის პრეზიდენტი ევროკავშირში დამოუკიდებლად გაწევრიანების პერსპექტივას თავადაც სკეპტიკურად უყურებს და თვალი გდრ-ის სცენარისკენ გაურბის გზისკენ, რომელმაც გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა ევროკავშირში გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან მიერთების დღესვე შეიყვანაო. რა უნდა ითქვას, ესეც გზა სუვერენიტეტის დაკარგვით ევროპისკენო, ამბობს პაპუაშვილი. დღეს ამ განცხადებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს გამოეხმაურა. ჩვენ მხარს ვუჭერთ მოლდოვის სუვერენიტეტს, თუ თავად მოლდოველი ხალხის სხვა რამეს არ გადაწყვეტს. რუმინეთს უნდა ჰქონდეს გაფართოების ინტერესი, თუმცა ჩვენთვის შემაშფოთებელია უშუალოდ მოლდოვის ხელისუფლების პოზიცია. და რა თქვა მაია სანდუმ, ასეთი რამაც აღაშფოთა, ასეთი აღშფოთება გამოიწვია საქართველოს ხელისუფლებაში რეფერენდუმის შემთხვევაში. თქვა მაია სანდუმ, რუმინეთთან გაერთიანებას ხმას მივცემდი. ნახეთ რა ხდება მსოფლიოში. მოლდოვის მსგავსი პატარა ქვეყნისთვის, როგორც დემოკრატიული და სუვერენული ქვეყნისთვის გადარჩენა და რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა სულ უფრო რთული ხდებაო, განაცხადა სანდუმმა. ჩვენი სტუმარი იქნება მამუკა ჟღენტი, ყოფილი ელჩი საქართველოს ევროპის საბჭოში. მივესალმებ მას, გამარჯობა ბატონო მამუკა. მოგესალმებით ბატონო მერაბ. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. თქვენ მოლდოვაში აქტიური შეხება გაქვთ, მუშაობდით იქ, არ ვიცი შეიძლება ახლაც იქ ხართ და შესაბამისად მოდით რომ აუხსნათ ჩვენს მაყურებლებს და რადიო მსმენელებს, რისგან იყო განპირობებული მაია სანდუს ეს განცხადება და რას ნიშნავს ეს თავდასხმები მაია სანდუზე ქართული ხელისუფლების მხრიდან. კი ბატონო, არა ამჯერად ვარშავიდან პოლონეთთან გესაუბრებით, რაც შეეხება ქალბატონ სანდუს, არაფერი ახალი არ უთქვავს, ეს მისი პოზიცია იყო სხვათა შორის მანამ სანამ გახდებოდა პრეზიდენტი. მაშინ ჯერ კიდევ როდესაც ასრულებდა, ასე ვთქვათ, ეკავა განათლების მინისტრის პოზიცია წინა ხელისუფლებების დროს და ის არის თავადაც არის რუმინეთის მოქალაქე და მას მიაჩნია, რომ ეს ერთ-ერთი გამოსავალი იქნებოდა, მიაჩნდა კიდევაც ამ, ასე ვთქვათ, ქვეყნის განვითარებისთვის. რაც შეეხება ამაში ახალი არაფერი არ არის. მეორე მხრივ, სანამ გადავიდოდეთ კომენტარებზე, რა ასაკეთებს ქართული ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, უბრალოდ დავაზუსტებ, რომ ამ შემთხვევაში უნდა გავიაზროთ, რა თქვა, რა კონტექსტში იყო ეს ნათქვამი. მას კითხეს ამის თაობაზე და მან უპასუხა, რომ მას ეს პოზიცია ჰქონდა და მას ეს პოზიცია აქვს შენარჩუნებული, თუმცა მან ასევე დააზუსტა და ეს სხვა შორის ამას სინიორობდა შეხვედრებზე საერთაშორისო დონეზე უკვე როდესაც პრეზიდენტი გახდა.
თუ ჩატარდება რეფერენდუმი და თუ მოლდოვის ამომრჩეველთა უმრავლესობას ეს პოზიცია ეკრება. ასევე აზუსტებს, რომ მოლდოვის მოქალაქეთა უმრავლესობას ასეთი პოზიცია არ გააჩნია და უმრავლესობას უნდა იმ ფორმით დატოვება, ანუ მოლდოვის სახელმწიფოს რა ფორმითაც დღეს ის არსებობს და ამ ფორმით გაწევრიანება ევროკავშირში. აი ეს არის ძალიან ნათლად და მე მგონი არაფერი ამაში გაურკვეველი არ არის, რაც განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტი. არა, აქ იმედი, რომ გაწევრიანდება ევროკავშირში დამოუკიდებლობა და ასე ამ გზით უნდა ევროკავშირში შესვლა, რომ რუმინეთს მიუერთდეს. არა, სხვათაშორის აქ თქვენ, არა, მეორე ნაწილი არასწორია, მაგრამ პირველი ნაწილი არის სხვათაშორის ჩემის აზრით გაატო ახსენა ეს ახლა. ხო შეიძლება დავუშვათ არ გაემეორებინა, რაც ძახდა 7-8 წლის წინ, ხო? უბრალოდ ეს კიდევ ერთი გზავნილი იყო მათ შორის ევროკავშირის მიმართ, იმიტომ რომ როგორც მოგეხსენებათ, არის გარკვეული შეფერხებები, ხო, რამოდენიმე სახელმწიფოს მხრიდან უკრაინასთან მიმართებაში. დღეს უკრაინა-მოლდოვა განიხილება დუეტი, ანუ პაკეტში და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ხა მოლდოვის ხელისუფლებას არ უნდა რომ რაღაც გარკვეულწილად პედალირება მოახდინოს იმისა, რომ ეს დუეტი გაიშალოს და მოლდოვა უფრო ადრე შევიდეს მეორეს მხრივ. ჩემის აზრით ეს საკმაოდ ჭკვიანურად დიპლომატიურად გაკეთებული განცხადება იყო მათ შორის ევროკავშირის მიმართ, იმიტომ რომ აქ საუბარია რომ ისეთი გარემოა, რომ დროა გადაწყვეტილებები იქნას მიღებული და შესაბამისად დროა პროგრესისკენ. რა თვალსაჩინო, იმ თვალსაჩინო ევროკავშირმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები. ეხლა ეს საკმაოდ ჩახლართულად შეიძლება გონება-ჩლუნგებისთვის ჩანდეს, მაგრამ საკმაოდ მეორეს მხრივ ძალიან ადვილად ამოსაცნობი და ასე ვთქვათ ჩასაანალიზებელი გზავნილია. ეს ჩემის აზრით, ეს ამ მომენტში ამის დაფიქსირება იყო გზავნილი ევროკავშირის მიმართ, რომ არ შეიძლება რაღაცეების დაყოვნება, მსოფლიოში ბევრი რაღაცა იცვლება, საკმაოდ ბევრი საფრთხეებია, გამოწვევებია, ამიტომ რაც უნდა გაკეთდეს და უნდა გაკეთდეს დროულად. აი ეს არის ჩემის აზრით დარწმუნებული ვარ, რატომაც გააკეთა ეს განცხადება აი რამოდენიმე დღის წინ მოლდოვის პრეზიდენტმა. რაც შეეხება ჩვენი რა აი ანუ ხო რა რისთვის იყენებს ამას საქართველოს ხელისუფლება აი ეს არის აქ საინტერესო. ხო ეს არის ჩემის აზრით უფრო ტრაგიკული, ბევრად უფრო ტრაგიკული ვიდრე რაც დღეს მსოფლიოში ხდება. ანუ ჯერ იგივე შედარება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან, ანუ ეს რას გულისხმობს, ანუ მაია სანდოსო ეთქვა რომ კარგი იქნებოდა თუ რუსეთის, ანუ საბჭოთა კავშირი აღდგებოდა და დაუბრუნდებოდით რუსეთის იმპერიას თუ რუსეთის საბჭოთა კავშირს, ამას მოიწონებდა, ხო, პაპუაშვილიც და ეს მეორე, რა ქვია, ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრიც, ამაზეა საუბარი. აი, ეს არის ჩემის აზრით ყველაზე მიუღებელი. ანუ ეს ხალხი, მე დარწმუნებული ვარ, რომ თვითონ ძალიან კარგად აქვს გააზრებული. მე დარწმუნებული ვარ, უბრალოდ ეს გზავნილი მათ შორის რა ამოჩენებაა მოლდოვის, რას ერჩიან ამ მოლდოვის ხელისუფლებას, ან მოლდოვის ხალხს, რამე დაგვიშავეს ამ ხალხმა თუ რამე პრობლემაა. ანუ ერთადერთი ვისაც დაუშავეს, ეს არის ის, რომ იღწვიან ევროკავშირისკენ, იღწვიან ადამიანური დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ, რაც ვისთვის არის მიუღებელი პირველ რიგში. პაპუაშვილი კობახიძისთვის იმდენად არა, ეს არის მიუღებელი კრემლისთვის და პუტინისთვის. ესენი უბრალოდ იღებენ დავალებას პუტინისგან პირდაპირ და რასაც ეუბნებიან, იმას აღღებებენ. და მეორე რაც კიდევ უფრო ტკივა ის, რომ არა ის, რომ ეხლა პაპუაშვილი რას იტყვის, კობახიძე რას იტყვის და ეს მოლაპარაკე პირები ივანიშვილის რას იტყვენ, ამას მნიშვნელობა დიდი არ აქვს, მაგრამ საუბარია იმაზე, რომ ამას ვიღაცას ხო ესაუბრებიან. ანუ რადონის გონება, რადონის წარმოდგენა უნდა კონდეს საკუთარ მსმენელზე, როდესაც აი ესეთ გზავნილებს აღღებენ. ანუ რეალურად ოცნების ამორჩეველი, ანუ ქოცობა მიაჩნიათ არა თუ გონება-ჩლუნგებად, არამედ საუბრებად, რომელსაც რაცაც ჩასძახებ, იმას ანუ ნებისმიერი სისულელის, ნებისმიერი ტყუილი მესმის, რომ შეიძლება რაღაც სიტუაციებში პოლიტიკაა და ვიღაცის შეცდომა შეყვანა მოუნდეს, მაგრამ ესეთი მდაბიო იდიოტიზმის, ასე ვთქვათ, გაჟღერება, ხო, ეს ხო წარმოუდგენელია. ამიტომ ეს არის ჩემთვის თავარი პრობლემა, რომ ესენი რაც საჟღერებენ, ინდონეს ისეთი მდაბიო და ისეთი არაფრის მთქმელი, ისეთი აი მე ვიტყოდი არგუმენტებად გამოცლილი სრული ბოდიში და იდიოტიზმი, ხო? ამას ვიღაცა უსმენს და აი პრობლემა გვაქვს ის, რომ აი ამას ვიღაცა იჯერებს. აი ეს არის პრობლემა. და მოდი ჩვენ აუხსნათ მაშინ ჩვენს მაყურებელს და რადიო მსმენელებს ეს ისტორიული კონტექსტიც, ხო? რაშვაშია რუმინეთი, შეიძლება ბევრმა არ იცის, რატო უჭერს მოლდოვის მოსახლეობის ნაწილი ამას ხარს შეერთებას, ნაწილი რატო არ უჭერს და ასე შემდეგ.
არა, ნუ ეს ძალიან ადვილია. ხა ჯერ ერთი როდესაც თუ გავიხსენებთ იგივე 90-იან წლებს, როდესაც საქართველოში იყო ეროვნული გამოთავისუფლების მოძრაობა, როდესაც ჩვენ ვიხსოვით დამოუკიდებლობისთვის, როდესაც დაუშვათ ბალტიისპირეთის სახელმწიფოები იხსოვდნენ დამოუკიდებლობისთვის, თავარი მესიჯი, თავარი გზავნილი, თავარი ამოცანა მოლდოვაში იყო, რომ მოლდოვა, რომელიც ისტორიულად სხვადასხვა პერიპეტიების და მე-20 საუკუნის შუა წლებში რა მოგლიჯეს, ასე ვთქვათ, რუმინეთს და მიუერთეს საბჭოთა კავშირს, დაბრუნებოდა იქ ტერიტორიები დაყვეს, ნაწილი უკრაინას მიწეს, უკრაინის ტერიტორიები მოლდოვას მიწეს, რომ მაშინ თავარი მოლდოველი ხალხის, ასე ვთქვათ, გზავნილი და სურვილი იყო, რომ დაბრუნებოდა თავის სამშობლოს. ხო, ანუ აქ თავარი ის არის, რომ ერთი და იგივე ხალხია, ერთი ხალხი არიან რუმინელები და მოლდოველები. ერთი ხალხია, ენა, ვინც კი დღეს იტყვის, რომ მოლდოვაში საუბრობენ მოლდოვურ ენაზე, ეს არის პრორუსი, იმიტომ რომ მოლდოვური ენა არ არსებობს, მოლდოვაში სახელმწიფო ენა არის რუმინული. ერთი ხალხია და შესაბამისად უკვე მერე საბჭოთა ოკუპაციის დროს იქ შეიცვალა მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა, ლინგვისტური შემადგენლობა და რაც ბევრია ისეთი, ვინც თავს თავშოთ რუმინულად არ აღიქვავს. მაგრამ მეორეს თუ ისტორიულად ხო, აი როგორც ეხა აი დღეს შაშოს ვიღაცის პოსტი წავიკითხე, რომ აი კახეთი რომ წაერთვათ, ხო და დღეს მერე კახეთს მოეთხოვა საქართველოში დაბრუნება და ვიღაცა გამოსულიყო და ეთქვა არა ეს არის რაღაც აბსურდულად მიღება. ხო, დაახლოებით ესეთი რაღაცა ეხა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთანაც პარალელი არ გამოდის, იმიტომ რომ ეხა აფხაზები და ოსები ეთნიკურად სხვა ხალხი არიან და მართლა კახეთი რო იყოს ცალკე სახელმწიფო და რომ მომდეს საქართველოში უკან დაბრუნება, დაახლოებით ეგეთი სიტუაცია, ხო? იმიტომ მოლდოველი და რუმინელი ერთი ხალხია. მოლდოვის რეგიონის, ყოფილი მოლდოვის რეგიონის ბესარაბის და ამ შემდეგ დედაქალაქი იასი არის კიშინეუდან დაახლოებით 100 კილომეტრში. დღეს ის არის რუმინეთის ტერიტორია. თუ შედიხარ მოლდოვიდან რუმინეთში, იქ პირველი რეგიონი რაც ხდება, ქვია პატარა მოლდოვა. ამიტომ ეს არის ერთი სახელმწიფო, არის ერთი ხალხი. მაგრამ ეს ისტორიულად, ამასაც თავი გავანებოთ, არ არის ამაზე საუბარი. აქ ალბათონმა სანდომ ვიმეორებ ერთის მხრივ თქვა ის, რაც მას ყოველთვის მიაჩნდა და ის ვერ შეცვლიდა განსხვავებით ჩვენი ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსებისგან ის არ არის ის ადამიანი, რომელიც ყოველ დღე ის იმას ამბობს, რაც დაუშვათ სურს და ივიწყებს იმას, რაც მასა აქვს თქვამი დაუშვათ 5, 6, 7 წლის წინ. ის არ ცვლის პოზიციებს და ვერ შეცვლის, იმიტომ რომ არ არის ესე ხო, ეხა ადამიანია, ყველა არსებობს ჩანაწერები, არსებობს ყველაფერი და აღშეც მართალია თავის ამორჩევლთან, მართალია თავის ხალხთან. მაგრამ არ არის საუბარი იმაზე, ეს მან დააზუსტა, არ არის საუბარი იმაზე, რომ ეს აუცილებლად ესე მოხდება და დააზუსტა, უნდა იყოს რეფერენდუმი და გარდა ამისა ის ხო, მოდი ახლა ავხსნათ მოსახლეობის უმეტესობა არ ეთანხმებაო, რო თქვა, ანუ თუ ერთი ხალხი არიან, მაშინ რატო არ ეთანხმებიან, აი ესეც ავხსნათ ხო. კი ბატონო, მოლდოვაში ხა ამ მიმართულებით არის სამი ძირითადი მიმართულება, ეს არის პრორუსები. საკმაოდ დიდი რაოდენობა, იმიტომ რომ მათ შორის ვინც არ საუბრობს რუმინულად და ესეთი მოსახლეობა პროცენტულად ბევრად უფრო დიდია ვიდრე ქართული ოცნება საქართველოში, მაგრამ მიუხედავად ამისა ეს კიდეც ალგე ტრაგედია. ხო, ანუ ეხა ესეც საინტერესოა, ხო? ანუ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ საუბრობს რუმინულად, არიან პრორუსები. რატო? იმიტომ რომ ესეც ისტორიული კონტექსტიდან ჩაასახლეს რუსები, ხო? როცა წაართვეს ეს ტერიტორია და შემოიერთა მეორე მსოფლიო ომის მერე მანამდე საერთოდ მე-19 საუკუნეში, ხო? მერე პირველი მსოფლიო ომის მერე დაკარგეს და მერე ისევ სტალინმა დაიბრუნა მეორე მსოფლიო ომის მერე. ანუ რუსების ჩასახლება მიდიოდა მაქსიმალურად. ამაზეა, ხო, საუბარი? განსხვავებით საქართველოსგან ჯერ ერთი ესეა და განსხვავებით საქართველოსგან ქართული ენა, როდესაც იყო სახელმწიფო ენა და ჩვენ გვახსოვს ხო, მერე პერიპეტიები, როდესაც უკვე ამის შეცვლა მოინდომეს და ამ შემდეგ, ხო? რუმინული ენა არ ყოფილა მოლდოვაში სახელმწიფო ენად, ისევ როგორც ბევრ საბჭოთა რესპუბლიკებში იყო მხოლოდ რუსული ენა. ძალიან ბევრი არის ჩამოსახლებული ამ პერიოდის განმავლობაში და ძალიან ბევრი ათავს არ ასოცირებს როგორც რუმინელებს. მეორე არის კატეგორია ეგრეთ წოდებული იუნიონისტები, ანუ კავშირი, ვისაც უნდა რუმინეთში დაბრუნება და ასევე მესამე კატეგორია, რომელსაც უნდა საკმაოდ ძლავრი და საკმაოდ ასევე მოსულობითი, რომელსაც სურს მოლდოვა აღიარებს, რომ მოლდოველი და რუმინელი ხალხი ერთია, მაგრამ ვინაიდან დღეს ეს გარემოება არსებობს, მათ სურთ, რომ მოლდოვა დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს და მოლდოვა როგორც ცალკე სახელმწიფო გაწევრებდეს ევროკავშირში. აი ეს სამი ძირითადი მიმართულება ისტორიულად ბოლო 20-30 წლის განმავლობაში. შესაბამისად, ქალბატონი სანდო თავიდან თავს ასოცირებდა როგორც იუნიონისტი, მაგრამ დღეს ის ამბობს, მე ვარ კი ვიყავი და დავჭი იუნიონისტად, მიმაჩნია რომ ეს არის ერთი ხალხი და შეიძლება უნდა იყოს ერთი სახელმწიფო, ეს ჩემი საკუთარი პოზიციაა, როგორც მოქალაქის,
მაგრამ ეს არ აისახება იმაში, რაც ის აკეთებს. ქალბატონი სანდო განსხვავებით ივანიშვილისგან, აქ და მიხეილ ყიზგან, ხო, აკეთებს ყველაფერს, რომ მოლდოვა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო გაწევრიანდეს ევროკავშირში. ამას არანაირი კავშირი რუმინეთთან გაერთიანებასთან საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს და მეორე ჩემი შეფასებით რაშიც ვარ დარწმუნებული, ეს პირველ რიგში გზავნილი იყო ბრიუსელისკენ, გაგზავნილი, ეს იყო გზავნილი პარიზისთვის, ბერლინისთვის და შემდეგ რომ რაც გასაკეთებელი აქვს ბრიუსელს, უნდა გააკეთოს. თუ მისაღები იქნება ღონისძიებები და გადაწყვეტილებები, რომ ამ შემთხვევაში სხვადასხვა ეტაპზე მოხდეს და არ მოხდეს პაკეტში სიტყვაზე უკრაინის და მოლდოვის გაერთიანება, იმიტომ რომ უკრაინის წინააღმდეგ თუ არის პოზიცია უნგრეთის და სლოვაკეთის მაგალითად, ხო? მოლდოვასთან მიმართებაში უნგრეთს საპირის რაღაც საწინააღმდეგო არ გააჩნია ამ შემთხვევაში. ამიტომ ეს იყო გზავნილი და არა ის, რომ მისცემოდა საშუალება ამ ორ რუს სისხლით და ხორცით, მხოლოდ პასპორტით ქართველებს, რომ ესაუბრათ რაღაცა და კვლავ შეეტევა და ასე შეურაცხყოფა მიეყენებინათ ადამიანისთვის, რომელიც ყველაფერს აკეთებს საკუთარი მოსახლეობისთვის. რომ საკუთარი მოსახლეობამ დააღწიოს თავი იმას, რისკენაც პაპუაშვილი და კობახი და საქართველოს მიაქანებენ, ანუ რუსეთის ჩეჩმად ქვეყნის გახდომას. აი ეს არის პრობლემა. ამიტომ აი ეს არის რეალურად რაც ისტორიულად ხდებოდა და რაც შეეხება რაც თავარია ჩემთვის რა ჩვენ აღვნიშნეთ, რომ აი მოლდოვაში საკმაოდ დიდია რაოდენობა პრორუსების, ხო? იმდენად დიდია, რომ ყოველი არჩევნები მართლა საკმაოდ რთული. ანუ ეს პრორუსები მარტო ჩასახლებული რუსები არიან თუ წარმოშობით რუმინელებიც არიან პრორუსულ პოზიციაზე? ვიცი რომ გაგაუზები არიან, ხო, კიდე ესეთი ხალხი, რომელიც პრორუსულ პოზიციაზეა. არა, ნუ გაგაუზები ესერი არიან ეთნიკური თურქები, რომლებიც ქრისტიანები არიან, დაახლოებით აი როგორც ჩვენი, ასე ვთქვათ, ლაზები, ხო, თურქეთში, რომლებიც ეთნიკურად ქართველები არიან, მაგრამ მუსულმანები. ანუ გაგაუზები ამ შემთხვევაში კი ხშირ შემთხვევაში პრორუსულ პოზიციაში ჭერენ, დაახლოებით უფრო ეთნიკური რუსები, თუმცა უმრავლესობა ნესტსპირეთში, რომ წარმოვიდგინოთ და რეალურად ვნახოთ სიტუაცია, უმრავლესობა უკრაინელები არიან, ეთნიკური უკრაინელები არიან, რომელებიც უკრაინელები მას კრასტუსევსკი და ასე შემდეგ, ვინც იყვნენ არიან ამ ნესტსპირეთის დე-ფაქტო ხელისუფლება, ძირითადად უკრაინელებისგან არიან დაკომპლექტებული. ამიტომ ეს კიდე ცალკე პრობლემაა უკრაინას და მოლდოვას შორის, რამდენად უკრაინა თავის დროზე სწორად იქცეოდა მოლდოვასთან მიმართებაში ნესტსპირეთის კონტექსტში. ეს კიდე ცალკე განსხვავებული თემა, მაგრამ მოდით ახლა ამაზე შევჩერდებით. რას თქვენ კითხვასაც შეეხება, არის გარკვეული რაოდენობა, რა თქმა უნდა, მოლდოველების, ვისაც დაუშვათ ამ შემთხვევაში უფრო ასაკში მყოფი საზოგადოება, მოსახლეობა, ვისაც ეს საბჭოთა კავშირის ნოსტალგია აქვს, ну, ბევრი ნიუანსი მიზეზებიდან გამომდინარე. თუმცა ეს ძალიან პატარაა. ძირითადად ეს არის ხალხი, ვინც დღემდე არ საუბრობს რუმინულად. დაახლოებით იგივე პრობლემებია, მაგალითად ლატვიაში ან ლიტვაში, რო ვიცოდეთ, ხო, ეს მარტო მოლდოვის, ასე ვთქვათ, სპეციფიკა. იქაც ბევრი ეთნიკური რუსი ცხოვრობს. კი ბატონო, ამიტომ ეთნიკური შემადგენლობა, ლინგვისტური არიან ნაწილი რუმინელების წარმოშობით ეთნიკურად, მაგრამ რომლებიც დღემდე არ საუბრობენ. პრობლემა ჩემის აზრით მოლდოვაში ისაა, რომ დღემდე რუსული სახელმწიფო ენად ითვლება და უახლოესი წარსულში, მაგალითად, ნებისმიერი დადგენილება ან კანონი ძალაში ვერ შედიოდა, სანამ რუმინული და მის რუსულად არ იქნებოდა ნათარგმნი და არ იქნებოდა გამოქვეყნებული. ამიტომ აი ეს ბევრი ნიუანსია გასთვალისწინებელი, საკმაოდ ბევრად უფრო რთული კონტექსტია მოლდოვაში. აი ამ რთული კონტექსტის მიუხედავად მოლდოვა ახერხებს სწორ გზაზე სწვას, ანუ მომავლისთვის ყველაფრის კეთებას საკუთარი მოსახლეობისთვის და ჩვენთან, როდესაც რო შევხედოთ და რეალურად ჩავაანალიზოთ, ხო, 2-3%-ზე მეტი სისხლით და ხორცით პრორუსი ის გაგვაჩნია ქვეყანაში, საბჭოთაოდ ყველანი ისინი ხელისუფლებაში არიან და 98%, როდესაც ადამიანური ევროპული ცხოვრება უნდა, ჩვენ ყავს პრორუსული ხელისუფლება და მივექანებით რუსეთისკენ. მოლდოვაში 55-ზე და ისინი მიდიან ევროპისკენ. აი ეს არის გულდასაწყვეტი და ამაზე უნდა იფიქროს პაპუაშვილმა და კობახიძემ. ნესტსპირეთი ვახსენეთ და ბოლოს მინდა აუცილებლად ამაზეც ვისაუბროთ. 2 დღე აქვს ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს ახლა მოლდოვა და უკრაინა გადაწყვიტა, რომ ნესტსპირეთში რუსეთის ბაზის მომარაგებას ბლოკადა გაუკეთოს და აქ რა ვითარება და საერთოდ აქამდე რატო აძლევენ საშუალებას, რომ რუსეთის ბაზაზე იქ იყოს ჩვეულებრივ წტომა კონდეს რუსეთს?
არა, ესაც აგორებული პროპაგანდაა, იქ არის შესაბამისი, იქ საუბარია, რომ იქ არის ძალიან ბევრი იარაღი, რომელიც იქ იქნა შენახული, მათ შორის უკვე უვაგისი, მაგრამ სპეთქებად საშიში და ამიტომ მოთხოვნა იყო გაეროს ტრიბუნებიდან ხელშეკრულებებით რუსეთთან სადადებული, რომელსაც თანახმად ეს უნდა გაეტანათ, მაგრამ არ გააქვთ. რაც შეეხება რაიმე საომარი მოქმედებების ან რაღაცა ეს არის რუსული პროპაგანდა. არა, ბლოკადა გამოუცხადესო. არა, არანაირ ბლოკადაზე არ არის საუბარი, აქ საუბარია იმ ბლოკადაზე, დაუშვათ შეიარაღების გადატანას და ასე შემდეგ. რაც შეეხება იქ როტაცია და ასე შემდეგ, რაც რუსეთის მოსამსახურეებისთვის, ამაზე საუბარი არ არის. ამიტომ ეს ბოლოს მივა, აი მოის ნახავთ აუცილებლად, რომ ბოლოს მივა ისევ იმ მესიჯამდე, რომელიც მოლდოვაში არჩევნებამდე იყო, რაც საქართველოში იყო გახმოვანებული ცალკე, როგორც აი ხომი გინდათ. არა, მოლდოვის ხელისუფლება აბსოლუტურად წინააღმდეგია, რომ რაიმე ღონისძიებები უკრაინამ და უკრაინა შეუძლია 2 საათში მოაგვაროს ნესტრიევის პრობლემა. რატო არის წინააღმდეგი? ეს საინტერესო საკითხია, იმიტომ რომ მოლდოვას არ აქვს საზღვარი რუსეთთან, ხო ჩვენგან განსხვავებით. ესე უცებ ტანკით ვერ შერიხინდება იქ. მაშინ ოდესა უნდა აიღოს და ასე შემდეგ და რატო არის წინააღმდეგი მოლდოვა? ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული ოცნების არასწორ გზავნილს, რომ ვითომ ჩვენს პარტნიორებს უნდათ რაღაც თუ ვინმეს უნდოდა მეორე ფრონტის გახსნა და რუსეთის დარტყმა, ეს მოხდებოდა მოლდოვაში ძალიან ადვილად უკრაინას ეს შეეძლო თვითონაც გაეხორციელებინა. არა, რა თქმა უნდა, მოლდოვის ხელისუფლება წინააღმდეგია ნებისმიერი საომარი მოქმედებების მის ტერიტორიაზე, ნებისმიერი მის ტერიტორია, მას მიაჩნია რომ ნებისმიერი მოსახლეობა ხელისუფლებას მიაჩნია რომ არის მოლდოვის მოსახლეობა და შესაბამისად ნებისმიერი ეს მოწესრიგება უნდა მოხდეს მშვიდობიანი გზებით. და მოლდოვის ხელისუფლება აბსოლუტურად რადიკალურად წინააღმდეგია იმისა, რომ ნებისმიერმა უცხო სახელმწიფომ, მათ შორის თუნდაც უკრაინამ მოახდინოს გარკვეული ინტერვენცია მის ტერიტორიაზე. ამიტომ და ამას მხარს უჭერს მთელი დასავლური სამყარო, ამას მხარს უჭერს ევროკავშირი, ამას მხარს უჭერს შეერთებული შტატები. თუ ვიმეორებ, ეს კიდევ ერთხელ ერთ-ერთი არგუმენტი იმისა, რომ ატყუებენ ჩვენს მოსახლეობას და ქართულ ოცნებას მიაჩნიათ ჩვენი მოსახლეობა იდიოტებად, სრულ რეგვენებად. თუ მეორე ფრონტი დასავლეთს ემდგომებოდა, ეს პირველ ყოვლისა მოხდებოდა დნესტრში. იმიტომ რომ მოლდოვა უფრო დაცულია ვიდრე საქართველო, ხო? ამაზეა ლაპარაკი. კი ბატონო, მაგრამ არც ამაზეც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამაზეც პირდაპირ გზავნილია როგორც ხელისუფლების პოზიცია მოლდოვის, ასევე ჩვენი დასავლელი პარტნიორების, რომ ეს არის მიუღებელი. გასაგებია, მადლობა დიდი, მამუკა ჟღენტი იყო ჩვენი სტუმარი, გვერდთვებოდა ვარშავიდან, ყოფილი ელჩი საქართველოსი ევროპის საბჭოში. ასეთ იყო დღევანდელი გადაცემა რეზიუმე, მე ხვალამდე გემშვიდობებით.